could be Santa Claus. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. კელეხიდან შემოსული თანხების გაყოფა. მართლაც რომ წუთია წამისოფელი. ან პირიქით. ხო. ვაიმე მალხო განადგურებული ვარ, შენ თავს ფიცა ვარ, მალხაზე აი ხო ბაბუა შენი იყო, მაგრამ აი ბაბუა ჩემივით მიყვარდა, შენ იცი ეს რა, აი ძალიან ცუდად ვარ მალხო რა. ის გველი იყო კელეხში. რომელი გამოიშტერე ახლა თავი. ბაბუა შენი საყვარელი. ხო, ეგ ნახე კი მოსული იყო სულოქვებში იყო ასხმული ასე. მოჩხრიალებულა ესე იგი სისინა გველი. რა გინდა მაგ ადამიანთან კაცო უყვარვარც უყველა და რატო ამბობ ასე? მალხაზი, რატო არ ეყვარები გენაცვალე? ბაბუა შენმა შვილების და შვილიშვილების მისაცემი ოქროულობა ყველაფერი მაგას მისცა და მომეცი შენც ოქროები და მეც მეყვარები. ჩანო არ გიყვარვა? შეხედე რა სად დამიწყო ეხლა და გამიმართა გეჭვიანობის სცენები. ოქროზე გელაპარაკები მალხაზი? ანუ არ მეყვარებიო და. მალხაზი, ერთი წუთით რა. არგით რა, რა დროს ეგ არის ეხლა მართლა რა. ციური. რა დროს ეგ არის ქალო? ხო, კაი. აი მართლა რა ახლა. როგორი კარგი კაცი დავკარგეთ, ჩემი დურმიშხამბაბო. საწყალი, როგორი პიროვნება იყო, იცი, აი ყველას რა უყვარდა, ვით არ იცნობდა იმათაც რა უყვარდა. აბა რა გოგო თურმიშხან. ყველას, მაგრამ ერთი რაც მახარებს, ის არის რომ ზუსტად ვიცი 60-ში მოხდება. და მეორე რაც უფრო მახარებს, ის არის რომ კელეხის ფული გვაქვს დასათვლელი. კაი რა თამარა, ესეთი მძიმე დღე ხა და მაგაზე როგორ ფიქრობ საერთოდ ეგეთ რაღაცეებზე როგორ ფიქრობ? აი გიორგი, მარტო მე რო ვფიქრობ და კიდე ხო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა მაგაზე ფიქრობს. ხა ეგეც არის. კაი, მე უნდა დავთვალო. გაუშვი ხა ხელის შენ გაუშვი და მე გავუშვი ხომებით გითრიე. არ ვიცი და მუხლზე გადაგიმტოვე. ერთი წუთი. ალო, ხოდალი, ხო. რა ვიცი, აბა, მადლობა, გაიხარე ჩემო საყვარელო. ხო, მეცაც რომ თავისთვის კარგები უნდაო. მადლობა, ესე რა ვიცი, ჭირში ოჯახი ხო იცი, ერთად გავართ და გადავიტანთ რაღაცნაირად ამ ჭირს. გაიდალი მადლობა, აი მე შევაპარაკები ძალიან ანერგიულებული ვარ. რა ხდება, გამაგებინე რა. გაჩერდი. რა გემართა, რა იყო? სირცხვილია მართლა, ხო? აი ასე დღეში ვართ ხალხო, რა იყოთ? ვიცით რა დღეშიც ვართ, არ უნდა არ არის ეს საუცილებელი ის და ნორმალურად მოიქეცი ცოტა მართლა რა დაგემართა, ხო? კაი, საწავა ეს ფული ახლა ფულზე კი არ არის, ფულზე ასისულელეა, კაცო. მალხაზი, ფულზე არაფერი არ არის. განა ფულის ამბავია, უბრალოდ მაინტერესები და ვინ რამდენი ჩაწერა. ხო, მეც მაგიტო გეჯაჭვურებული და ვიცი და აჰა და ჩახედე რა წყუბობ მაგიტო. აბა ფულის ხამი ვინ არის ახლა კაცო? აბა ეხლა ნახოთ ვინ რამდენი დაწერა. აბა ნახე მაჩვენე. კოპლატაძე მარინა 50 ლარი ჩაუწერია. 50 ლარი კოპლატა. ჩვენც 50 გვაქვს მაგასთან მიტანილი. ბაბუა რო გარდაეცვალა. ხო. კაი, ნუ ვნახოთ, ესე იგი ნუ ამ თემაში უკვე გავთანაბრდით, მაგრამ ვნახოთ ერთი ბებია რო დაგვეღუპება რამდენს ჩაწერს. კაი, ენის იყავი, ხალო, რატომ უნდა დაგვეღუპოს ბებია? იქნება იმის ბებია კვდება ჯერ. ხალო, იმისი ბებია ჩიტივით არის დაფრინავს, კაი და ბებია ჩვენს ვერ ხედავ? კაი, ვერ არის კაი. კაი, გაჩერდი, ეცალეთ ახლა მომისმინეთ უყველავ რა. ამ შემოსული თანხიდან გავითვალისწინოთ, რომ თანხის ნაწილით ბაბუის საფლავი უნდა მოვაპირკეთოთ მარმარილოს ქვით. მარმარილოს ქვა უნდა დავხოთ. მარმარილოს ქვა აუცილებლად ეს ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ უყველავ რომ იმ ფულიდან ერთი მარმარილოს ქვა უნდა დავხოთ. მარმარილო იყოს, იმიტომ რომ ხალხი იტყვის, რომ აი როგორ ყვარებიათო რა. მალხაზი, რა გინდა, ხალო? შენ იცი მარმარილო რა ღირს? გია
3-4,000 ღირს მარმარილო. 3-4? 1000? 4000. მაგარი, ისა პარკი რო გავშალოთ, ცელოფანი და ხრეში რო გადავაყაროთ ზემოთ თეთრი. რა თქმა მარმარილო. მარტივი მოსავიდეს. მარმარილოთი ხო არ წდება სიყვარული. ალახი არ წამოვიდეს, გაიგე, პარკს გადავახრეში და არის. არც მოკიდებ ასე გადაშეცვლი ჩვეულებრივ ხალხს გაუშვებს. შევ ეგრე პარკი დადიოდა ცხონებული. არა, მარმარილო ჯობია, კი, ესე ხრეში გადავაყაროთ თეთრი. ძალიან მომწოხარ მალხო. კარგი, მომისმინეთ, აბა, ისა თინა რამდენი დადო? თინა, მოიცან აქეთ იყო მიწები თინა. აი. ხო, აგე 30 ლარი. 30 ლარი თინა მალადეც. აფერისტი ხალი ეგ. ანუ 30 ლარი დადო და შემოსული რო იყო და კარებიდან რო დაიწყო კივილი, რო ვასაფლავებით კინაღამ ჩაყვა იქ და 30 ლარი დადო ბიჭო. მაგიგე, თო იმ კირილიშ და იმაში გამოფითა ის აღარჩენი ფული ამ გაიგე, თორე ეგე საწყალ ნაზის ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია, მაგრამ ხო 200 ლარი დაწერა, ვერ უყურებ, არეტირა იმასაც და დაეწერა ცოტა მეტი, ხო შეიძლება. საერთოდ ასტიროდნენ მაშინ. არა, აიტირა, საერთოდ არა უდრია. გაიხარე გულიკო, გაიხარე გენაცვალე, გაიხარე როგორ მკიმა. არ ვიცი გულიკო, არ ვიცი, რა ვიცი, ქალოვინ რამდენი მოიტანა და რა დაწერეს, არ ვიცი. ისევ ვარ, აი დანაპირს არ მიხსნის, აბა აღარ ამყავს მამა. არ ვიცი, გოგოები რაღაცაგი ბლოკნოტში წერენ რაღაცებს და როგორც კი გავიგებ ვინ რამდენი დადო, პირველი შენ გაგაგებინებ. რა შეინტერესებს? არა, მაგულიკო, მაგის თავი აღარა, კარგი. მოდი დაჯექი დედა, მოდი. თამუნა, დაჯექი. ხო. აბა. ნანა კაპანაძემ რამდენი დადო, ეგ მაინტერესებს. ნანა კაპანაძე 50 ლარი. ნანა კაპანაძემ 50 ლარი დადო? ხო. მაგან არ გაიხაროს, მაგან, ხედავ? ესე იგი, ნანა კაპანაძეს რომ ბიძა გარდაეცვალა 50 ლარი დავდე. ბაბუა რო გარდაეცვალა 50 ლარი დავდე. ბიძაშვილი რო გარდაეცვალა 50 ლარი დავდე. ძმისშვილი რო გარდაეცვალა 50 ლარი დავდე. დედმამა რო გარდაეცვალა 50 ლარი და ბიძაშვილის შვილიც რო გარდაეცვალა იმაზეც 50 ლარი დავდე. ვაიმე, კიდე კარგად მოუტანია დედა, მარტო ყოფილა დარჩევი სამყაროში. გაფაქსირებული ხანია, გარაუშავს. ზევით არავინ არ არჩებით, მაგის დროც მოვა. ერთი წუთს ეს რა წერია? მარინა, ბიძაშვილი. რაო? გოგო, ეს მარინა შენი ბიძაშვილი არ არის? ეგ უნამუსო, მათხოვარი. მე 15 ლარი რა არის? 15 ლარი რო დაუწერია. გაფაქსირებული, თავიდან მიამომწოდა. კარგი, რატო ლანძღავთ? ახლა რისი საშუალებაც ქონდა მოიტანა ადამიანმა გულით. კი ბატონო. შეხედე ერთი რა. მე რეკალო, მაგის მასხრა დასაგდები ვინ არის? მე, მამა დავკარგე, თავმოყარეობა კი არ დამიკარგავს. აი, დედა გეხვეწ. არაუშავს, მარინაც იქ არის წასასვლელი საბოლოო. კარგით. დაველოდები, ყველას დაველოდები. ეგ ბლოკნოტი კარგად შეინახე არ მე დედა ეხა შოკირებული ვარ. აი 15 ლარი თამა. სანათესაო პატივს არ გცემ საყვარელო. როგორი დამცირებაა, შენ და დაცინო. ხო მალხო. ძალიან დამამცირებელია ყველაფერი რა. დამამცირებელი იცი რა არის? თავიდან ბოლომდე რომ მათხოვრები ხართ. ამისმა 15 ლარი მაინც დადო და შენმა ბიძაშვილებმა 1 ლარიც არ დადე. იმიტომ რომ მათხოვრები ხართ თავიდან ბოლომდე. ყველაფერს ვიცეს. ყველაფერს არაუშავს, ვის არ დამართნია. მახაზი, გაჩომდი ახლა ჩაიგდენა. დედა, ყველას ჩემთან. ვის არ დამართნია, ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს, ზოგს თავმოყარებაც არ აქვს, ინდისიც არ აქვს მაგალითად. თარო დაეხვეტნენ ეს ამის ბიძაშვილები, მოვიდნენ, შემოუარეს წრე, დიდი ამბით მეც მოვთქვა, აი, აბა მთელი ჩემი ენერგია ჩავდე, ტირილი დავხდი და მობრძა და ამის გამოშტერებული ბიძაშვილი და ვიზიარებო. აი, შეუპატრონო, შენ თუ იზიარებ, ბარემ ფინანსურათაც რო აისახოს. ეს მოსამძიბრება ხო შეიძლება, მაგრამ მათხოვრები ხარ შენ. მათხოვრები ხარ თავიდან ბოლომდე. თვითონაც რო არ გექნება. ხო. კარგი. მოკლედ რაც იყო იყო. დავანებოთ თავი. უფრო მეტი უნდა შემოსულიყო გენაცვალე, მაგრამ არ შემოვიდა. არაუშავს, ყველაფერს ხედავთ, ყველაფერს ვიმახსოვრებთ. მოკლედ, რაც შემოვიდა იმ თანხის, ახლა 40-ზეც ხო უნდა გადავანაწილოთ, გადავიტანოთ ხო? კი ბატონო. და დანარჩენი უკვე რაც დარჩება გადავწყვიტოთ. ხო. ხო, გადავწყვიტოთ, რაც დარჩება, იქიდან როგორც იტყვით, გადავწყვიტოთ, როგორ გადავწყვიტოთ. ხო, გადავწყვიტოთ ახლა. კი, ერთად გადავწყვიტოთ, რა უყოთ ფულს გადავწყვიტოთ. მახაზი.
ხო, გადავწყვიტოთ. კარგი, მაშინ მოდი ნელ-ნელა დავიწყოთ ახლა ეს გადაწყვეტა. ანუ ცუდად არ გამიგოთ ახლა, განა რაღაცას ხას უსვამ ან რაღაცა ფინანსებში ვერევი ვინმესთან, მაგრამ ანუ ჩემმა მალხომ მარტო 4-ნაირი თევზი მოიტანა, ცალკე საკლავზე ირბინა და ნუ აი არ ვიცი რა, ნუ ნახევარზე მეტი ქელეხის სუფრა არის ჩემი მალხოს დამსახურება და ნუ 2600 ლარი გვინდა ჩვენ, აი შვილს ფიცა ვარ, მართლა გეუბნებით ჩვენ მეტი არ გვჭირდება, არც ერთი კაპიკით მეტი არ გვინდა, უბრალოდ რაც დახარჯა ჩემმა მალხუნია, ის თანხა რო დაგვიბრუნოთ. ანუ თქვენ ირბინეთ ამ ქელეხისთვის და მე და გიოს არაფერი არ გაგვიკეთებია. ბაზარში ვინ იყო შემთხვევით წასული? ჩვენ ხო არა? მარტო მწვანილში გადავიხადეთ 800 ლარი. კითხს და პომიდორს თავი დაანებე და ნიგოზიანი რამდენი რაღაცა იყო სუფრაზე. არა, ნიგოზი მალხაზი? მართლა აი მალხაზიც მეტახება. ნიგოზი ძალიან ძვირი ღირს, ასე რომ რა ვიცი, კარგად დავფიქრდეთ. კარგად დავთვალოთ. აჰა, კი ბატონო, ესე იგი ამ კაცს 3 შვილი ყავს და მარტო ჩემმა მალხომ ირბინა ამ ხორცეულობაზე, თევზეულობაზე, ყველაფერზე და ანუ რა გამოდის ახლა რომ ვითომ მალხოს არაფერი არ გაუკეთებია? კი ბატონო, მე არ მაქვს პრობლემა. ამ ოჯახში კიდე იქნება მიცვალებული ქელეხი, კიდე იქნება გასაკეთებელი და წამბძანდით გენაცვალე, წამბძანდით და მარტო მწვანილები და კიტრი პომიდორით გამობესკვეთ ის ხალხი. მახო მომისმინე ხა გენაცვალე. თქვენ მოიტანეთ ეს თევზი. ხელი მოკიდე ხა ჩემი ცოლი კი არა ენას კაბილი დააჭიროს ეხა მართლა სურნი ამას უძებია და საკლავებს და იმაზე ამას ხოლმე შენი თემის ფასის ბოჯო ნიკოზი უკენი მარტო ბადრიჯავს რა შენი თემზე მომენტო ამას უსაკურე აღარ უნდა ეხლა დაწყნარდით ყველა უსძელიეს თქვენ ძალიან კარგად იცით რომ მე ზოგადად არ მიყვარს დაჭრა არა ვარ მეწვრილმანე ხალი და რაღაც კაპიკებს არ დავდებ და ზოგადად არ მიყვარს ფულზე ლაპარაკი. კიდე. ხო, შემოვიდა 7500 ლარი. 7500 ლარი. ხო, არ მინდა ეხლა არც ამაზე არ მინდოდა რომ გამესვა ხაზი რომ რამდენი შემოვიდა და როგორ, მაგრამ რაც არის. ძალიან კარგად იცით რომ ჩემა ქმარმა და ასევე მეც ძალიან დიდი მონაწილეობა მივიღეთ, ნუ ჩემსას აღარ აქვს მნიშვნელობა სად მირბინე და რა გავაკეთე, რომ თევზი იყო, ღვინო იყო, თუ პური იყო, თუ რაც იყო, წავიდა 5000 ლარი. დარჩა 2500 ლარი. არ მიყვარს ხალხო ფულზე ლაპარაკი, იცით თქვენ, მაგრამ ეხლა ეს 5000 ლარი უნდა ავიღო მე, რაზეც ვირბინეთ და რაც და აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ რაც დარჩება, ის უკვე გადავინაწილოთ თანაბრად 150 ლარი შენ 150 ლარი შენ ასე რომ გადავანაწილოთ ერთი წუთით ვერ გავიგე ეს რანაირად არის თანაბრად გადანაწილება რა 150 ლარი მე და 150 იმას თამუნა მომისმინე ერთი წუთი 2500 ხო დარჩა შვილო გამოვაკელი ხარჯი და რაც დარჩა 150 შენ შემოგევლოს ჩემი დარჩენი სიტყვა შეგენაცვალე შვილო 150 შენ 150 შენდეგი ხო მაგრამ მე ხარჯების გამოკლებით შვილო არ არის ეს თანაბარი გაყოფა მახაზი 150 ლარი იმას არ არის არ მიყვარს შენ მაგრამ უნდა ითქვას თავის საითაც გავატრიალე შენ მხარეს თუ შენ მხარეს აქეთ თამუნა პირში ქონდა შენ ბიზაშვილებს გოჭი ჩაჩვილი და შენებს კიდე კალმახით ქონდა გამოტენილი შვილო არ მინდოდა შვილო მაგაზე არ მინდოდა დარჩა 100 ბოლოკით დავჭი შვილო ბოლოკით სუფრაზე დედა ლუკმებს გვითვლით არ ვაპირებდი მაგრამ რა ვქნა ჩავთვალე სიცხვილია მალხაზი მალხაზე უთხარ რაღაცა ჩემი ცოლი რასაც ამბობს ხო ამბობს მალხაზი გაჩერდი ერთი შენ არავიდან გეკითხება ასე შტერია კიდე რა კი შტერია ჩემო საყვარლებო დიდი სიყვარულით დიდი მოფერებით რა ვიცი ჩემი სიტკბო და ჩემი ნაწილები ხართ ძალიან გთხოვთ გენაცვალე თუ შეიძლება სამივე მაესე ხელები რო ჩაკიდოთ და დახვიოთ აქედან ჩემი სახლი და დროზე 150 ლარი ზედმეტია თქვენ კაი დედა ეხა მომისმინე ერთი წამი მიდი ეხლა დროზე კაცო მალხაზი გადი ეხლა იქი ოხა ბიჭო სიცხვი მალხაზი შენ მოეწრიე ხა შენ როგორც ჩემი პირველი ძალი მოდი აქ შენ არა თქვა ოცხმას არ უთხრა დიახ დედა შენ პირველმა დაახვი აქედან კაი დედა ეხლა როგორ შეიძლება ეგეთ რაღაცა აბა დროზე ეხლა თამარ დამელოდე მათხოვრებო
his hat upon my head and his suit of Christmas bread. I could be Santa Claus. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.